მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა აქტუალური თემა ოთომღებრიშვილთან ერთად. დღევანდელი გადაცემის თემაა მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, გაიმარჯვებს თუ არა ისევ ქართული ოცნება უპირობოდ, როგორ აფასებენ პოლიტიკოსები კვლევას, რომელიც სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნდა. კვლევა საველე სამუშაოები ჩატარდა 2025 წლის 5 მაისიდან 20 მაისამდე განხორციელდა 2000 რესპონდენტით, რომელთა ასაკი სრულწლოვანობიდან იწყება. კვლევა ითვალისწინებს შემდეგს: შაბათს რომ თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას? პარტიული რეიტინგები ასე გამოიყურება. საქართველოს მასშტაბით კოალიცია ცვლილებებისთვის 16.9%, ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა 14.6%, ძლიერი საქართველო ლელო 13.4%, გახარია საქართველოსთვის 12.4%, ხოლო ქართული ოცნება 35.2%. აქვე მინდა მაყურებელს უთხრა, რომ ჩვენ გადაცემაში მოვიწვიეთ ქართული ოცნების პარტიის წარმომადგენელი, თუმცა მან გადაცემაში მოსვლა არ ისურვა. აქტუალური თემის სტუმრები არიან პარტია ევროპული საქართველოს წევრი ეთერ ჯალაღანია, გახარია საქართველოსთვის შმაგი ხუბულური, ხოლო სამოქალაქო აქტივისტი ლექსო ვალიაური. პირველ რიგში მადლობას გიხდით გადაცემაში სტუმრობისთვის. ქალბატონო ეთერ, როგორ შეაფასებდით კვლევას, რომელიც გამოაქვეყნა ინსტიტუტმა, მოიგებს თუ არა ისევ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს მართველი გუნდი და აქვს თუ არა ოპოზიციას ასევე გამარჯვების შანსი? მოგესალმებით, მოგესალმებით ჩვენს მაყურებელს. დავიწყოთ იქიდან, რომ ძალიან ბევრი კვლევა ვიცით და ძალიან ბევრი კვლევა ჩატარებულა. რეალურად ეს კვლევები ასახავს ქართული ხალხის გემოვნებას და აზრს, მაგრამ ძალიან დიდი მაგრამ-ის ნიშანია, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ იმ პირობებში, რა პირობებშიც ჩატარდა არჩევნები, იგივე პირობებში ამ არჩევნებში შესვლა არის აბსურდი პირველ რიგში. და მით უმეტეს ძალიან დიდი ოპოზიციური პარტიები, რომელიც მანდიდან ჩამოთვალეთ, ვიცი რომ არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებენ და არ მიიღებენ. აქედან გამომდინარე, მე მიჭირს იმისი თქმა თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს თუ არა, რეალურად ვიცი რომ ვერ გაიმარჯვებენ, იმიტომ რომ ეყოლებათ ისევ კაპიტნები, ეყოლებათ ისევ თავისი დამკვირვებლები და ვიცით რომ ძალიან დიდი ცვლილება შევიდა და ამის ფონზე აღარ გვაქვს გადაღების უფლება. ეს მიდის იქითკენ რომ ჩვენ ვეღარც დაუმტკიცებთ იმათ რომ არჩევნები გაგვიყალბეს, უბრალოდ მივცემთ მათ ლეგიტიმაციას და ვიტყვით რომ ყველაფერი კარგად აგვაქვს და აი ეს არჩევნები პატიოსნად წავაგეთ. თუმცა ვიცით რომ ეს ასე არ არის. ამიტომ ეს ჩემი აზრია, ჩემი პარტიის აზრია, რომ არ მივიღოთ ამ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა და რა თქმა უნდა არ ჩავაგდოთ არც ჩვენი ამომრჩეველი უხერხულობაში და არც ჩვენი თავი არ ჩავაგდოთ უხერხულობაში. დიახ, თქვენ თქვით რომ თქვენ პარტია არ იღებს მონაწილეობას არჩევნებში, დიახ. თუმცა მონაწილეობას აპირებს გახარია საქართველოსთვის და ასევე პარტია გირჩიც. თქვენ რას ფიქრობთ მათ გადაწყვეტილებას როგორ შეაფასებდით? მათ გადაწყვეტილებას ახლა პოლიტიკურად ყველა პოლიტიკოს თავისი შეხედულება აქვს. ჩვენ ვართ მეგობრები და ბევრი გვიბრძოლია გინდა, გირჩზე არა მაქვს საუბარი, მე მაქვს გახარიასთვის. საუბარი უბრალოდ ფიზიკურად მათ თავისებურად ესმით გამარჯვების მოპოვება, მოდი ასე ვიტყოდი, მათ აქვთ თავისი ხედვები და ამ ხედვებიდან გამომდინარე აკეთებენ ის ამ საქმეს და გონიათ რომ კარგი გამოვა. მაგრამ ფაქტიურად, როდესაც ოქტომბერში ჩატარდება არჩევნები და დადგება მეორე დღე, ეს ხალხი, ვინც არჩევნებში მონაწილეობას აპირებს ოპოზიცია, მიხვდებიან ისინი, რომ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვეს. იმიტომ რომ მიხვდებიან იმას, რომ მათ ამომრჩეველის ხმა ვერ დაიცვეს, მიხვდებიან იმას, რომ ფაქტიურად არჩევნებს ისევ გააყალბებენ და ვერაფერს გააკეთებენ და რაც არ უნდა ვთქვათ, დამკვირვებლები აღარ გვეყოლება ხალხო და როდესაც დამკვირვებელი არ გეყოლება და მხოლოდ ყავს კომისიის წევრი და დარწმუნებული ვარ და ვიცი რომ არც კომისიის წევრი არ ყავს, არც გირჩს, არც გახარიას და ერთადერთი ლელო თუ გავიდა ლელოს ყავს კომისიის წევრი და ისიც ვიცით რომ
კომისიის წევრები როგორ უფუნქციოდ ხედან და ძირითადად ისინი შეასრულებენ ალბათ დამკვირვებლის როლს, მაგრამ როდესაც 15 ადამიანიდან 3 ყავს, ფაქტია რომ ვერაფერს გააკეთებ. Რაგორი გულითაც არ უნდა ეცადოს, ვინც არ უნდა იყოს. არის მხოლოდ და მხოლოდ ის დარჩენიათ ამ პარტიებს, რომ ვინც იციან რომ მართი ამომრჩეველია მიიყვანონ და ხმა მიაცემინონ, მაგრამ ამანაც გვაჩვენა რომ ქართულ ოცნებას მიყავდა თავისი ამომრჩეველი, მაგრამ სხვა ოპოზიციურ პარტიებს აძლევდნენ ხმას. ასე რომ ძალიან დიდი თავსატეხი გვაქვს, აი ესე ვიტყოდი რომ ისე ძაფია ბურდული რომ ამის გამოხსნა ძალიან რთულია, თუმცა წარმატებებს უსურვებ ყველას. ეს არის ჩემი სუბიექტური აზრი და ჩემი პარტიისა, რომ ჩვენ იმ პირობებში, როდესაც ამდენი პოლიტპატიმარი გვყავს, იმ პირობებში, როდესაც ამ ბავშვი 4 წლით გამოკეტეს ციხეში და იგივე ჩემი შვილია და იგივე ყველა შვილია, წარმოიდგინეთ, რომელ არჩევნებზეა საუბარი და პირველ რიგში მე თამამად არ შემწხვება იმ მშობლებისას, რომლებსაც თვალებში შევხედავ და ვეტყვი, რომ მე ამ პირობებში არ შევდივარ ამ არჩევნებში. ძალიან დიდი სიყვარული და პატივისცემით ყველა პარტიას, მხოლოდ ქართულ ოცნებას არა, უბრალოდ ჯერა რომ დაფიქრდებიან და არ მიიღებენ ამ აბსურდში მონაწილეობას. თქვენ თქვით რომ თავსატეხი გვაქვს ძალიან დიდი. როგორ უნდა დამარცხდეს თუნდაც ხელისუფლება ბრძოლაში, თუ არჩევნებში არ მიიღებს ოპოზიცია მონაწილეობას? რა არის გამოსავალი? გამოსავალი არის ქუჩაში დგომა და ვიცით რომ ქუჩაში დგომით პოლიტიკოსებმა არ ეწყინოს არავის პოლიტიკოს, მით უმეტეს ახლა მე თვითონ პარტიის წარმომადგენელი ვარ და მე არ საუბრობ როგორც პარტიის წარმომადგენელი, მე ახლა ამ წუთში ჩემ საქართველოს ისე უჭირს რომ მე საუბრობ ჩვეულებრივი რიგითი ადამიანი. ქუჩაში დგომით და იმ ქუჩაში დგომით ამ პატარა ბავშვების გაუტეხლობამ აჩვენა ის რომ მივიღეთ ძალიან ბევრი მხარდაჭერა საზღვარგარეთიდან. ძალიან ბევრმა პარტნიორმა ზურგი კი აქცია ქართულ ოცნებას, მაგრამ ჩვენ დავინახეთ ის, რომ ქართველი ხალხის მხარეს არიან. ამიტომ მე მჯერა, რომ ბოლომდე ვერ გაუძლებს ამ წნეხს ქართული ოცნება და წავა იმაზე, რომ ჩანიშნოს საპარლამენტო არჩევნები. თუმცა იმასაც შეგახსენებთ, როდესაც მოხდა გავრილობის ღამე, ვიცით რომ მაშინ გამოვიდა ბატონი ბიძინა ივანიშვილი და გითხრა რომ მოხდებოდა არჩევნებზე პროპორციულად, მაგრამ მოგვატყულა მაშინ და არ მოხდა ეს პროპორციული არჩევნები და ისევ მაჟორიტარული და პროპორციულიც ჰქონდა. მაგასაც ვერ გავიგებთ, ანუ ქართული ოცნების არც ერთი სიტყვა არ არის დასაჯერებელი, ამას ვიტყოდი და აი ამ სიტუაციაში ალბათ ერთად დგომა ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებისა რა გემოვნება გვაქვს, ამას მნიშვნელობა არ აქვს და ერთიანობით თუ რაღაცას გავაკეთეთ. თუმცა ამასაც ვიტყვი, რომ ამ წუთში ერთიანობა არ ჩანს და ქართველი ამომრჩეველი და ქართველი მოსახლეობა და საქართველოში მცხოვრები მოსახლეობა ცოტა გაუგებრობითაც არიან და ვიცით რომ ცოტა ნაწყენებიც არიან პოლიტიკურ ლიდერებზე. ეს არის რეალობა და ამ რეალობას ჩვენ ვერსად ვერ გავექცევით. მე არ ვისაუბრებ და აი ესე ცისფერფოლზე და ცისარტყელას ფერებზე არ ვისაუბრებ, იმიტომ რომ არ არის ასე, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ძალიან დიდ გასაჭირში, იმიტომ რომ უკვე რუსეთის გუბერნია ვართ და მალე ალბათ აკვიგძალებენ ქართულად საუბარს და გადაგვიყვანენ რუსულ საუბარზე, ამიტომ ეხლა ყველას ვთხოვ, რომ ვის რა ეწყინა, ვის რა ზიანაწყენი და ვის როგორ არის ნაწყენი და მე ამის გვერდზე ვერ დავდგები და მე იმის გვერდზე ვერ დავდგები. ეს უნდა ამოიღონ დღის რეჟიმიდან და ყველა ერთად უნდა გადაწყვიტოს ქუჩაში მდგომაც და პოლიტიკოსებმაც თუ რა გზას დავადგეთ, რომ
აი ეს რუსული ოცნება გავისტუმროთ სახლში. კი ბატონო. ლექსო, თქვენ როგორ შეაფასებით კვლევას, რომელიც გამოქვეყნდა? მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის, მოგესალმებით თანამოყურებელს. იმდენად ვრცელ საკითხებზე გვიწევს საუბარი, რომ საიდან დავიწყო, იმას ვფიქრობ. პირველ რიგში ბევრ ნაწილში ვეთანხმები ქალბატონ ეთერს, დღეს როდესაც სინდისის პატიმრები ყავს 50-ზე მეტი დაპატიმრებული ყავს იმ ფონზე, როდესაც პოლიტიკურ ლიდერებს აკავებენ იმ ფონზე, რომ ჯერ კიდევ არ არიან დაკავებული, მაგრამ ველოდებით დარჩენილი პოლიტიკური ლიდერების დაკავებას ძალიან არარელევანტური შეიძლება ჩანდეს და არანორმალური ჩანდეს ახლა არჩევნებზე საუბარი, მით უმეტეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, რომელიც ძირეულად არ ცulis ქვეყნის პოლიტიკურ კურსს და იმ ტრაგიკულ მდგომარეობას, რომელიც ქვეყანაში არსებობს, თუმცა მე მაინც რჩები კლასიკურ ლიბერალად, რომელსაც მიაჩნია, რომ არჩევნებს აზრი არ უნდა დაეკარგოს. მე მაინც ვრჩები იმ აზრზე, რომ არ არსებობს დიქტატურასთან და ტოტალიტარიზმთან რაიმე კონკრეტული რაღაცა დაწერილი ფორმულები, რითიც იბრძოლებ და ყველა ქვეყანა თვითონ ქმნის თავის პრეცედენტებს ყველა არსეთ სიტუაციაში არსებული რეჟიმების წინააღმდეგ ბრძოლის დროს. ამიტომ ყველა შესაძლებლობა, ყველა რესურსი უნდა იქნას გამოყენებული და მიმაჩნია, რომ მსჯელობას არაფერი არ უდგას წინ. ისევ და ისევ ამოვიდეთ იმ რამდენიმე პოლიტიკური ძალის შეხედვებიდან, რომელმაც თქვა, რომ არჩევნებში მონაწილეობა მნიშვნელოვანია, მათ არ უთქვამთ, რომ კატეგორიულად აუცილებლად იღებენ არჩევნებში მონაწილეობას, ისინი ამბობენ, რომ იმსჯელოთ, ერთი პარტია ამბობს იმსჯელოთ, ამას ამბობს ლელო, გახარი ამბობს, რომ მე მივიღებ მონაწილეობას და ამ ფონზე მნიშვნელოვანი არის, რომ რას გულისხმობენ, როდესაც საუბრობენ, ანუ ისინი ემიჯნებიან თუ არა უკვე არსებულ პროცესს, რომელიც პოლიტიკის პროცესმა მოიტანა ამ ქვეყანაში. ხო, ერთი არის, რომ შეიძლება მიიღოს ვიღაცამ პოლიტიკურ პარტიამ არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ მეორე არის, რომ იმ არსებულ მდგომარეობას რამდენად ემიჯნება, ხო? ვიღაცებს ქართული ოცნების წარმომადგენლობას, ქართული ოცნების პროპაგანდას აქვს სურვილი, რომ არჩევნებში მონაწილეობის ყოფნა, მონაწილეობის მიღება, არ მიღების საკითხი გამოიყვანოს როგორც მათი ლეგიტიმაცია, არალეგიტიმაციის ფორმულის ნაწილად და ასევე გამოიყვანოს იმის შემადგენლობაში, რომ ისინი, ვინც თითქოს და ამბობენ, რომ არჩევნები მნიშვნელოვანია და უნდა მივიღოთ მონაწილეობა, ამ ადამიანებით, ამ პოლიტიკური ძალებით შექმნას განცდა, რომ თითქოს ისინი შეეგუნენ არსებული რეჟიმის უკანონო მიტაცებულ ხელისუფლებაში ყოფნას და თითქოს და ისინი ამ ხაზით ავითარებენ. სინამდვილეში ეს ასე არ არის. სინამდვილეში ამ ქვეყანაში არსებობს საზოგადოება, რომელსაც მიაჩნია, რომ ხელისუფლებები უნდა იცვლებოდეს არჩევნებით და ეს ნორმალური არის. ბევრ ქვეყანაში არის და მსოფლიო ტენდენცია არის ისეთი, რომ არჩევნებში მონაწილეობის მასშტაბები და პროცენტები ყოველწლიურად კლებულობს და ძლიერი განვითარებული სახელმწიფოების პოლიტიკური ჯგუფები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ არჩევნების მიმართ ინტერესი არსებობდეს საზოგადოებაში, არათუ გაქრეს. ამიტომ პოლიტიკურ პარტიებს მეტი პასუხისმგებლობა მართებთ ნებისმიერი არჩევნების მიმართულებით, რომელსაც ემიჯნებიან, იმიტომ რომ ქვეყანაში დემოკრატიის განუყოფელი ნაწილი არის არჩევნები და არ შეიძლება არჩევნებს ფასი და მნიშვნელობა და ძალა დაეკარგოს. ამიტომ თუ კი ჩვენ ვიმსჯელებთ ისევ იმ ამოსავალი პრინციპიდან, რომ რეჟიმის არაღიარების პირობებში, რეჟიმის ამ პოლიტიკური წნეხის პირობებში ჩვენ შეგვიძლია მაინც რომ არჩევნებს არ დაუკარგოთ ფასი და მივიღოთ მონაწილეობა და ამით დამატებითი სალაპარაკო და დამატებითი ინსტრუმენტები მივცეთ თუნდაც ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომლებიც კიდევ ერთხელ გაყალბებულ არჩევნებს ნახავენ ამ ქვეყანაში, ხო? მაშინ რატომაც არ უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა, ხო? რატომაც არ უნდა ვიმსჯელოთ ამ შესაძლებლობაზე, საერთოდ არ მესმის და რატომ უნდა ჩავიციკლოთ და მაინც პირველივე წუთიდან ავიღოთ აქცენტები ბოიკოტზე, რომელსაც ერთადერთი შედეგი აქვს ის, რომ რაღაცა რევოლუციური მეთოდებით შეცვალო ხელისუფლება, ხო? კარგია, მისაღებია, ხო, უნდა მოხდეს რაღაცა რევოლუციური ცვლილებები და უნდა დაინიშნოს ვადამდელი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, მაგრამ იქნებ მოახერხოთ და ორივე არჩევნებზე მივიყვანოთ, ხო? ანუ ვეცადოთ, რომ ყველა შესაძლო მეთოდი გამოვიყენოთ, რომელიც ჩვენს ხელში არსებობს. ამიტომ მე არ მესმის, რატო გადადიან ხოლმე პოლიტიკური ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მით უმეტეს იმ სასაუბრო ნაწილში, როდესაც ირიბად, მაგრამ ქართული ოცნების წისქვილზე ასხამენ წყალს, იმიტომ რომ თუ ჩვენ კატეგორიულად რაღაცებს გავემიჯნებით, მაშინ უფრო ადვილად დასამონებლები და დასამარცხებლები გავხდებით, ხო? თუ ჩვენ ბევრი ინსტრუმენტის გამოყენებით შევებრძოლებით ავტორიტარიზმს, მეტი შედეგი გვექნება. ამიტომ ეხლა ერთის მხრივ ჩემი საუბრიდან არ მინდა მაინც გამოვიდეს ისე, რომ თითქოს მე აქტიურად ხარს უჭერ იმას, რომ არჩევნებში უნდა მონაწილეობა მივიღოთ, მაგრამ მეორეს მხრივ აქტიურად არ ვუჭერ
იმასაც მხარს, რომ ყველაფერზე ბოიკოტი გამოვაცხადოთ. მათ შორის ახლა შეიძლება თქვენ ეთერშიც გქონდეს უკვე აქამდე ნათქვამი, რომ კატეგორიულად არ მესმის პირველი საპარლამენტო სხდომა, როდესაც გაიმართა არაღიარებული, არალეგიტიმური პარლამენტის პირობებშიც მოკუთვნებული 65 მანდატის მფლობელი პარლამენტარები რატო არ მივიდნენ, რატო არ ჩაშალეს სხდომა, რატო არ შექმნეს მეტი წინააღმდეგობა და რატო დარჩა პროტესტი მარტო ხალხის ხელში ქუჩაში, ხო? როცა შეიძლებოდა რომ ეს მანდატები მაინც არ დაეთმოთ და ყოველდღიური ხმაური ენახა მთელ სოფლიოს პარლამენტიდან, ხო, საქართველოს პარლამენტიდან, ხო, შეიძლებოდა ეს გამოეყენებინათ, ხო? ანალოგიური არის ახლა მაგალითად არიან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები საკრებულოში, რომლებიც არიან ბოიკოტში, რომლებიც არაფერს არ მოქმედებენ საკრებულოებში, უკვე წლები არაფერს აკეთებენ და რა არის მათი ყოფნის მიზანი, არავინ არ იცის, ხო? როცა შეუძლიათ რომ დღესვე თქვა რომ ჩვენ ყველანაირად ვამბობთ რომ არალეგიტიმური ხელისუფლება ყავს, მოძალადე მიტაცებული ხელისუფლების პირობებში ვართ და ამ მანდატებსაც პროტესტის ნიშნად უთმობთ, ხო? აი თუ ხარ ბოიკოტში, თუ არაფერს არ აკეთებ იმ საკრებულოს დონეზე, მაშინ დატოვე, ხო? თუ აკეთებ რაღაცას, მაშინ დაგვანახე თუ ამას აკეთებ, ხო? მაგრამ ბოლო ჯამში რა გამოდის იცი, ანუ ვიღაცა დაიძახებს იმას, რომ ხალხს ესე ესიამოვნება და აღარ ფიქრობენ მერე უკვე მომავალში ეს კატეგორიული წინააღმდეგობა რა შედეგებამდე მიიყვანს. ჩვენ არ უნდა დაგვემართოს ისე, რომ ჩავხერგოთ ყველა გზა გარდა რევოლუციის მოხდენისა, ხო? რევოლუციისა, რომელიც შეიძლება ისეთი არ იყოს, როგორიც მინდა, ხო? როგორიც ვიღაცებს წარმოუდგენიათ, ხო? ხავერდოვანი და ლამაზი. ამიტომ არ უნდა ჩავხერგოთ ეს გზები, ჩვენ შეგვიძლია თავის მოედანზე დავამარცხოთ და მე დღესაც ვრჩები იმ აზრზე, არ მინდა ისე გამოვიდეს, ხშირად მოგვისმენია და აი ისე არ მინდა გამომივიდეს, რომ ხშირად არის საუბარი იმაზე, რომ ეხლა მაგისი თქმის დრო არ არის და ეხლა მაგაზე საუბარი არ შეიძლება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ვინც ამას ამბობს, იმათ მიაჩნიათ, რომ საზოგადოება არის ბნელი და საზოგადოებას რაღაცა აზრის გამოტანის პრობლემა აქვს და მე ასე არ მიმაჩნია. მე ვფიქრობ, რომ ყოველთვის სიმართლე უნდა თქვას ადამიანებმა და ეს სიმართლე, რისი თქმაც ეხლა მინდა არის ის, რომ ხელისუფლება კი არიგებს არჩევნებს ბოლო 12 წლის განმავლობაში. ბოლო 12 წლის განმავლობაში ქართული ოცნების პირობებში ოპოზიცია აგებს ყველა არჩევნებს. ამ შემთხვევაშიც ოპოზიციამ წააგო არჩევნები, რომ არ დააკომპლექტა სათანადოდ საარჩევნო უბნები, რომ არ უზრუნველყო საარჩევნო უბნებზე მეტი რესურსებისა და მეტი კონცენტრაცია თავისი წარმომადგენლების, რომ არ შესთავაზა საზოგადოებას ის საჭირო გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც მათთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა, რომ არ მივიდა და ყველა სოფელში და ყველა უბანში არ შეხვდა ამ მრჩეველს და არ აუხსნა რატო იყო მათი მისვლა არჩევნებზე მნიშვნელოვანი და რო ჩააგდო ხელში იგივე ქალბატონმა ეთერმა მაგალითად კაპიტნები და ვიღაცა სისტემები ახსენა აგიტატორები, რომლებიც აი ესე უხვად აყავთ ხოლმე, ხო, დაქირავებული ქართულ ოცნებას და რომ ჩაყარა ამ მრჩეველი მაგის ხელში, ეს არის ოპოზიციის ბრალი. მე ახლა აქ არ მინდა ისე გამომივიდეს, რომ ქართული ოცნების წისქვილზე ვასხავდეთ წყალს, მაგრამ სინამდვილეა ეს. ეს არის სინამდვილე, ამიტომ ჩვენ უნდა მოვეგოთ პირველ რიგში აზრს, ჩვენმა დაშვებულმა შეცდომებმა უნდა გამოგვიყვანოს მდგომარეობიდან, რომ ჩვენ დაშვებულ შეცდომებზე იგივეები აღარ ვიმეოროთ. რო დაგვემართა ერთხელ, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის მივაღწიეთ, ხო, იმის მერე რომ თვეების განმავლობაში პროტესტში ვიყავით, მაგრამ ბოლოს შარლ მიშელის დოკუმენტს მივაღწიეთ და შარლ მიშელის დოკუმენტითაც კი ვერაფერს მივაღწიეთ, ხო, ბოლოს. ანუ მივაღწიეთ შარლ მიშელის დოკუმენტს და მერე შარლ მიშელის დოკუმენტი ვერ გამოვიყენეთ სათანადოდ, ხო? აი ეს ინსტრუმენტები, რასაც ვაღწევთ, ხო, ჩვენივე შეცდომების შემდეგ უნდა გამოცდილებად გამოვიყენოთ და წინ წავიდეთ. ამიტომ მიმაჩნია, რომ საკუთარ ველზე უნდა მოვუგოთ. იმის მიუხედავად, რომ ეხლა არაღიარებულმა პარლამენტმა ისედაც მძიმე საარჩევნო კანონმდებლობა კიდევ უფრო უარესად არაღიარებულმა პარლამენტმა არასაღიარებელი საარჩევნო ცვლილებები მიიღო და უამრავი ინსტრუმენტით კიდევ უფრო გააუარესა საარჩევნო კანონმდებლობა, ხო? მაინც მიმაჩნია, რომ აი ამ მდგომარეობაში, ხო, ერთიანობით, კონსოლიდირებული მუშაობით, ერთად პარტიული სიებით გასვლით კი არა, კონსოლიდირებული ერთიანი კამპანიებით და ერთნაირი მუშაობით შესაძლებელია, რომ თავის მოედანზე მოვუგოთ, ხო? თუ არ მივალთ დღეს ჩვენ არჩევნებზე, ვიღაცა დაიკავებს ჩვენ ადგილს. ხტები რაშია საქმე და ამით მომავალში კიდე სხვა პრობლემებს შევქმნით. ანუ თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ კონსერვატიული ველი არსებულ ოპოზიციას საერთოდ არ აქვს ათვისებული. საზოგადოებაში კონსერვატიული მოსაზრებების მოქალაქეები არსებობენ და ეს ნორმალურია. მაგრამ საზოგადოების ამ კონსერვატიული აზროვნების საპასუხოდ ოპოზიციურ ფლანგზე მხოლოდ ლიბერალიზმი არსებობს. არავინ ოპოზიციიდან არ საუბრობს კონსერვატიული ამომრჩევლის მიმართულებით, რომ
რომელსაც ავტომატურად მე ქართული ოცნება იღებს, ხალხის ძალა იღებს, ალტინფო იღებს და ეს მთლიანობაში ერთ მთლიან სურათში არის დიდი უმრავლესობა ქართული ოცნებისთვის, მოძალადე რეჟიმისთვის ნაჩუქარი. ამიტომ ბევრი რაღაცა უნდა გავიაზროთ რა. ჩვენმა შეცდომებმა ჩვენ თუ გამოცდილებად არ გამოვიყენეთ ჩვენივე შეცდომები, ხო? იგივე შეცდომებზე ვიტრიალებთ წლების განმავლობაში და ვილაპარაკებთ ყველა ერთი და იგივე ერთგვერდიან ფურცელს, რომ არსებული რუსული რეჟიმი აკეთებს იმას, რომ ასრულებს რუსულ დავალებას და დარარა სიმღერით გავატარებთ არჩევნებიდან არჩევნებამდე პერიოდს, მე ერთმანეთს დავჭამთ და შედეგად მივიღებთ იმას, რომ ისევ მოძალადეები გვეყოლებიან ხელისუფლებაში, ისევ ოლიგარქს ექნება ყველანაირი ინსტიტუცია დაპყრობილი, ისევ გვეყოლება ათობით და ასობით პოლიტიკური დევნილი და პატიმარი და შედეგი გვექნება ნული. ამიტომ მგონია რომ თუ გთავაზობს პოლიტიკური ჯგუფი რომ იმსჯელოთ, დაჯექი და იმსჯელე რა. პოლიტიკა მსჯელობაა, მეტი არაფერი არ არის. პოლიტიკა არის საუბარი, მსჯელობა, კონსოლიდაცია, ერთმანეთთან კომუნიკაცია და ერთობლივ ქმედებებზე შეთანხმება, ხო? თუ ამას ვერ ახერხებ, მაშინ რა გინდა პოლიტიკაში? დიახ. საზოგადოების ნაწილი ამბობს, რომ ოპოზიციას დაკარგული აქვს მათში რეიტინგი. არის თუ არა ასე? მე ასე არ მეჩვენება თქვენს ხლა ამ კოლევის ოპოზიციას ლიდერი არ ყავს. კოლევის შედეგებს რო უსმენდი, ნუ არ ვიცი 200 თქვით თუ 200 გამოკითხვაში 200 მონაწილეობდა თუ 2000 ეს მნიშვნელოვანია. 2000 რესპონდენტი. 2000 რესპონდენტი ნორმალური არის ასეთ შემთხვევაში, თუმცა არ ვიცი სიღრმისეულად ამ კოლევაში არა ვარ ჩახედული, ეხლა მოვისმინე და მეჩვენება რომ ქართული ოცნების რეიტინგი ძალიან გადამეტებული ჩანს 35% რაც კვლევაში არის დაფიქსირებული. მგონია რომ ქართული ოცნების რეიტინგი მაგდენი არ არის, როგორც მინიმუმ, იმიტომ რომ უკვე ოქტომბრის შემდეგ საგრძნობლად არის მათი რეიტინგი შემცირებული და ამას ადასტურებს ბევრი სხვადასხვა ფაქტორი, თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ დასავლეთიდან წნეხის ქვეშ არსებობს ხელისუფლება, უამრავი პროექტი და საქმიანობა გაჩერდა, რომელიც პირდაპირ ეხებოდა მოქალაქეებს და ამომრჩევლებს და ლოგიკურად ეს ამომრჩევლები განწყობილები აღარ არიან თუნდაც რომ ყოფილიყვნენ ქართული ოცნების მხარდამჭერებად. რაც შეეხება ოპოზიციის შედეგებს, მეჩვენება რომ ოპოზიციის შედეგები დაწერილი არჩევნების შედეგებთან შედარებით, რომელიც დაწერა ქართულმა ოცნებამ არის მაგ კვლევაში მეტი და ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ორი ფაქტორით. ერთი რომ არსებული რეიტინგი, რომელიც მოიპარა არჩევნების დროს ქართულმა ოცნებამ, ის რეიტინგი ჩანს ამ კვლევაში, ან მეორე რეალობასთან არის ესეც ახლოს, რომ ოპოზიციამ რეალურად მოიმატა რეიტინგი, იმიტომ რომ ოპოზიციამ ბევრ შედეგებს მივაღწიეთ. ეხლა იმაზე ვისაუბრე, რომ ოპოზიციამ შეცდომები დაუშვა, მაგრამ ოპოზიციამ ამ ბოიკოტის პირობებში ძალიან ბევრ შედეგებს მივაღწიეთ, თუნდაც იმ არაღიარების პოლიტიკის თვალსაზრისით, არალეგიტიმურობის თვალსაზრისით, სანქციების პოლიტიკის თვალსაზრისით, დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერის თვალსაზრისით, ესეთი არნახული მხარდაჭერა დასავლეთიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ევროპიდან არასოდეს არ ქონია საქართველოს და ეს მიღწევები ნამდვილად გვაქვს. ამიტომ ოპოზიციამ მოიმატა რეიტინგი და მეჩვენება რომ ეს არის რეიტინგი, რომელიც მას ჰქონდა, ან უკვე მომატებული რეიტინგი, მაგრამ რაც შეეხება ქართული ოცნების მხარდაჭერას, ვფიქრობ, რომ რაღაცა რეალობასთან არის აცელა ამ კვლევაში. ზოგადად რა მდგომარეობაა დღეს არა მარტო არჩევნების კუთხით, არამედ ზოგადად პოლიტიკაში? ქართულ პოლიტიკაში. ბიზინა ივანიშვილი თავისი არსებობის პოლიტიკაში მოსulis, ქართულ პოლიტიკაში მოსulis არსებობის მთელი 12-13 წლის განმავლობაში აკეთებს იმას, რომ პოლიტიკისგან უნდა რომ დაცალოს ქვეყანა, პოლიტიკა უნდა რომ მოკლას. მეტნაკლებად ამას აღწევს კიდევაც, იმიტომ რომ ზოგიერთი პარტიიდან 3 პარტია გააკეთა და 5, ზოგიერთი საერთოდ გააქრო დედამიწის ზურგიდან და პოლიტიკური რუკიდან. ამიტომ ბიზინა ივანიშვილის ინტერესი ის, რომ პოლიტიკა გაქრეს ქვეყანაში, ნაბიჯ-ნაბიჯ მიღწევადი შეიძლება გახდეს, თუ ჩვენ ადეკვატურები არ ვიქნებით, ანუ ჩვენზე არის დამოკიდებული პოლიტიკურ ჯგუფებზე და ჩვენზე როგორც მოქალაქეებზე არის დამოკიდებული, რამდენად შევასრულებინებთ ბიზინა ივანიშვილს რუსულ დავალებაზე და კვეთას, რომ საქართველოს დატოვოს პოლიტიკის გარეშე ქვეყანად. თუ პოლიტიკის გარეშე ქვეყანად დავრჩით, ეს არის განწირული ქვეყანა, ეს არის ჭაობი, იმიტომ რომ არ არსებობს დედამიწაზე თანამედროვე ცივილიზაციაში, უკვე 300 წელიწადია დედამიწაზე არ არსებობს ქვეყანა, რომელსაც პოლიტიკის გარეშე შეიძლება რამე წინსვლა და მიღწევები გააჩნდეს. ამიტომ ბიზინა
ბიზნა ივანიშვილის დაკვეთა ერთი დავალება რაც არის რომ პოლიტიკა მოკლას მეტნაკლებად წარმატებით გამოსდის 12 წლის განმავლობაში, თუმცა არა ისე რომ ამის იქით უკვე ჰორიზონტი არ ჩანდეს და მომავალი არ ჩანდეს. დღესაც ისე როგორც არასდროს არის იმის შესაძლებლობა რომ არსებულ პოლიტიკურმა ჯგუფებმა საკუთარი შეცდომები გააანალიზონ და ახლიდან ახალი ძალები მოიკრიფონ, თავის თავში იპოვონ რაღაცა ძალა იმისა რომ ახალი ენერგიით შეუდგნენ საქმეს და აჯობონ არსებულ რეჟიმს საკუთარ ველზე და საკუთარ მოედანზე. თქვენი აზრით თუ ოპოზიცია მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, არის თუ არა შანსი რომ რეგიონში მოიგოს? არ დაგვავიწყდესოთ რომ ბოლო არჩევნებზე ოპოზიციამ მოიგო გორი, ქალაქი უმნიშვნელოვანესია რომ აი მძიმე გაყალბებების მიუხედავადაც არსებული დაწერილი შედეგების მიუხედავადაც რომელიც ქართულმა ოცნებამ აი მთელი თავისი მოსყიდვით, ძალადობით, ყველანაირი ბინძური მეთოდების გამოყენებით რაც დაწერა შედეგები, იმ შედეგებშიც ერთად აღებულმა ოპოზიციამ, ყველა ოპოზიციამ ერთად აღებულმა ქალაქი გორი თავიდან ბოლომდე მოიგო. სამწუხარო რეალობა არის ის, რასაც წეგანად ვსაუბრობდი, რომ სათანადო ინსტრუმენტებით ვერ შეებრძოლა, ან არ შეებრძოლა ოპოზიცია და სხვადასხვა ორგანიზაციები ისეთ საარჩევნო უბნებზე, რომელიც მეტნაკლებად მოწყვეტილი არის ქალაქს, არის რეგიონი, არის სოფელი, იქ მისვლა ცოტა რთულია წინა საარჩევნო პერიოდშიც, საარჩევნო პერიოდშიც, იქ არ ტარდება მაგალითად ისეთივე მეტი დამკვირვებლით არჩევნები, როგორც სხვაგან ტარდება და აი ამ ხმებით მოახერხა ის, რომ თლიანი გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მაინც ქართულმა ოცნებამ დაიწერა თავისთვის სასურველი შედეგი, თორე ქალაქის მასშტაბით ბოლო არჩევნებზე ოპოზიცია მოიგო. ამიტომ დღეს, როდესაც ოპოზიციას კიდევ უფრო მეტი მიღწევები აქვს, ვიდრე გასული წლის მდგომარეობით იყო, ამ სიტუაციაში დარწმუნებული ვარ, რომ თუ ოპოზიცია თანმიმდევრული იქნება და სწორად მიიღებს მონაწილეობას მომავალ დაგეგმილ არჩევნებში, ან ორ არჩევნებში, რომელიც წესით უნდა ოპოზიცია ამაზე ახლა ყველანაირად იბრძოდეს, დარწმუნებული ვარ, რომ შედეგს დავდებთ და მოიგებს. ქალბატონო, თქვენ როგორ შეაფასებთ? მოიგებს თუ არა ოპოზიცია თუ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა? თქვენ კი ამბობთ, რომ არ უნდა მიიღოს ოპოზიციამ, თუმცა იმ პირობებში თუ მიიღებს მონაწილეობას, მე ვფიქრობ, რომ ამ გაყალბების ფონზე და მართალი ბრძანა რომ 35% ძალიან მაღალი შედეგი აქვს დაწერილი. მოიგებს გაერთიანებული ოპოზიცია მთლიანად ჯამში, რომც არ გაერთიანდეს და ცალ-ცალკე მიიღონ მონაწილეობა, რა თქმა უნდა, მოიგებს, მაგრამ ძალიან ისევ დიდი, მაგრამ გვჩება ამის ფონზე თუ გვეყოლება ისევის კაპიტნები, თუ გვეყოლება ისევის საარჩევნო კოდექსი, რომელიც გვაქვს ამ წუთში, ამის ფონზე ეს ამ მოგებასაც არანაირი მნიშვნელობა არ ექნება. კი ბატონო, თქვენ რა პრობლემებს ხედავთ რეგიონში და მასევე გორში თვითონ მშობლად? რეგიონში ძალიან დიდი პრობლემებია, გორშიც ძალიან დიდი პრობლემებია, ლექსომო. სწორად აღნიშნა, რომ ხალხთან ურთიერთობა უნდა იყოს პირველ რიგში, რომელი პარტიაც არ უნდა იყოს, არ აქვს მნიშვნელობა. მე ვიცი პარტიები თვითონ წლიდან არჩევნებიდან არჩევნებამდე ოფისები დაკეტილი აქვთ. ეს არ უნდა ხდებოდეს. როდესაც ხარ პარტიის წარმომადგენელი, ოფისი უნდა გქონდეს ღია სულ, იმიტომ რომ უნდა ძალიან ბევრი მუშაობა, უნდა ქალაქში გასვლა, რეგიონებში გასვლა. სამწუხაროდ მხოლოდ ხდება ეს გასვლები, როდესაც არჩევნები მოდის. და იმდენად დაკარგული აქვს იმ ამომრჩეველსაც უკვე იმედი, რომ იძახიან იმას, რომ მხოლოდ გახსენდებით იმ დროს, როდესაც არჩევნები მოდის. მე ამას არ უნდა ვსაუბრობდე, მაგრამ ფაქტი ეს არის, ამ ეტაპზე ყველა ოპოზიციის წარმომადგენელი უნდა დადიოდეს ხალხში. მე ვფიქრობ, რომ ქონდა გორშია მით უმეტეს გორში მაინც ჩვენ ოპოზიციური წარმომადგენლები ხშირად ხვდებით ერთმანეთს და მოწმობა ლექსო არ გვიჭირს ურთიერთობა ერთმანეთში და ვფიქრობ ხოლმე იმასაც და ძალიან ბევრი გვიფიქრია რომ ხალხშიც გავიდეთ ერთად. როდესაც ჩვენ აი ესე ლექსო, მე, შმაგი, კიდე სხვა ოპოზიციის პარტიის წარმომადგენლები გავალთ ერთად და ხალხი დაგვინახავს, ხალხს იმედი გაუჩნდება, იმის იმედი გაუჩნდება, რომ თურმე
რაღაცა შეთანხმება ჩვენ შეგვიძლია და უკვე მეტად დაინტერესდება არჩევნებზე მისვლის დროსაც. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ არჩევნები რო ტარდებოდეს, მართლაც მოიგებს ოპოზიცია, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან ბევრჯერ მე თვითონაც მაქვს და მქონია ის შედეგი, რომ აი რომელიღაცა ოპოზიციის წარმომადგენლებთან მოხდა მოლაპარაკება, იყო რაღაცაობნები უნდა გაგვაერთიანებინა, რაღაცაობნებზე ერთი კანდიდატი უნდა გაგვეშვა, რაღაცა შეთანხმება უნდა მომხდარიყო, მაგრამ ეს შეთანხმება დაირღვა. სანამ არ ვიქნებით ერთსულოვნები, სანამ არ ვისწავლით ურთიერთ პატივისცემას, სანამ არ ვისწავლით იმას, რომ იცით რა, გახარიას, აი ესა აქვს და მე იმის აზრს პატივი უნდა ვცე, ან ლელოს აზრს პატივი უნდა ვცე, თუ იქნება ევროპული საქართველოს აზრს პატივი უნდა ვცე, სანამ ამას არ ვისწავლით ჩვენ, არაფერი გვეშველება. თითი შვერა ძალიან ადვილია, ეხლა ყველაზე მეტად არ მიწყეს მაგი ძალიან მწყინდა და იმ შეცდომას ვერ პატიობ გახარიას, რაც 20 ივნის მოხდა. მაგრამ უყურეთ, თუ ჩვენ რეალურად ვართ პოლიტიკოსები, თუ ჩვენ რეალურად გვინდა ჩვენი სამშობლოს გადარჩენა, რაღაცები უნდა დავივიწყოთ. იდეალური არავინ არ არის, თვითონ ადამიანები არავით იდეალურები და ძალიან ბევრ შეცდომას უშვებთ და ხო შეიძლება იმ ადამიანმა რაღაცა შეცდომა დაუშვა, მაგრამ ამის გამო არ უნდა ვესროლოთ ქვები, არ უნდა ჩავწიხლოთ და დავსხდეთ და მშვიდად ვისაუბროთ. ამას თუ არ ვისწავლით, ჩვენ არაფერი არ გვეშველება და ყოველთვის ეცდება ქართული ოცნება, რომ შექმნას ბუა, აი ეს აპრილი ბავშვებს რომ ბუათი აშინებდნენ ხოლმე, რომ თუ არ დაიძინებ ბუა მოვაო, აი ამისი გარანტიას გაძლევთ, რომ ყოველთვის ეყოლება ბუა და ყოველთვის შეაშინებს ჩვენ ამომრჩეველს. აი რეალურად ზუსტად მე მგონი ლექსო დამეთანხმება, რასაც ვიძახი, მიხვდა რაზეც ამაქვს საუბარი, აი ეს იქნება. ამიტომ მეგობრებო, ყველამ, აი თუნდაც დღეს მოვიდეს ქართული ოცნების წარმომადგენელი და მითხრას, რომ მოდი იცით რა, ჩვენ მოდი ერთად დავსხდეთ და ერთად გამოვნახოთ გამოსავალი. უნდა წახვიდე და ლექსობს სწორედ ხო, უნდა მიხვიდე და ესაუბრო. იქნება ამ საუბარში რაღაცა აზრზე შეთანხმდე და ეშველოს ქვეყანას, ხო? დიპლომატია და მედიატორობა. დიპლომატია, ქვეყანას ვკარგავთ უკვე, აქ აღარ არის ლაპარაკი იმაზე, რომ აი ვის რამდენი და რამდენი ადამიანი უნდა შევიდეს პარლამენტში, რამდენი ადამიანი უნდა შევიდეს საკრებულოში, თუმცა ძალიან ბევრი არ მიწყეთ მეგობრებო, ჩემი მეგობრებიც არიან საკრებულოებში სხედან, მაგრამ რას აკეთებენ? ვერაფერს აკეთებენ, ხო? მე მგონია, რომ მათ დაეტოვათ მანდატები და ეთქვათ, რომ გამოსულიყვნენ, უფრო მეც გააკეთებდნენ ამ შემთხვევაში, ვიდრე აკეთებენ. მაგრამ არ ვიცი ეს მათი აზრია, თუმცა მათაც პატივსაც ვცემ ძალიან, მაგრამ კიდევ და კიდევ განმეორდები, რომ თუ ჩვენ არ ვისწავლით ერთმანეთის მოსმენას, არ ვისწავლით იმას, რომ ჩვენ ერთმანეთს უნდა ვესაუბროთ და ცუდია თუ კარგია ერთმანეთში უნდა გავანაწილოთ ეს საუბარი, მაშინ ყველა მოგვერევა არა აქვს აზრი, იმიტომ რომ იცით რა, ჯაჭვი როდესაც სადღაც სლაბია იქ წყდება და აი ამ ჯაჭვის როცა გაწყდება, მე ყველაფერი იკარგება და ამიტომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეხლა არ არის იმის დრო, ვიღაცის გვერდზე არ დადგეს და არ ესაუბროს. პირიქით, ეხლა ყველა უნდა გაერთიანდეს, ყველა ერთმანეთის გვერდზე უნდა დადგეს, ყველას აზრი უნდა მოვისმინოთ და შემდეგ უკვე მოხდეს გაანალიზება, რა ჯობია რომ გააკეთოთ. კი ბატონო, მადლობა. ბატონო შვაგი, მოგესალმებით, ვერ რიგში მადლობას გიხდით გადაცემაში მობრძანებისთვის. თქვენი პარტია გახარია საქართველოსთვის წევრი ბრძანდებით. თქვენი პარტია იღებს მონაწილეობას არჩევნებში. რატომ გადაწყვიტა პარტია მეს? ხომ არ არის ღალატი სხვა ოპოზიციური პარტიების, რომელიც არ იღებს არჩევნებში მონაწილეობას? და აქვე მინდა შეგეკითხოთ, მოხდება თუ არა ბატონი გიორგი გახარიას დაკავება ეგრეთ წოდებული ჩორჩანას საგუშაგოს საქმეზე? მოგესალმებით. მადლობას გიხდით მოწვევისთვის, მივესალმები ჩვენს სტუმრებს, ტელემაყურებლებს.
ჩვენ როდესაც დაიწყო საუბარი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, მაშინვე გავაჟღერეთ ჩვენი პოზიცია და მას მერე არ შეგვიძლია, ვინაიდან ჩვენ მიგვაჩნია, რომ არ შეიძლება პოლიტიკოსმა ერთ დღეს დაუშვათ ერთი განცხადება გააკეთოს, მეორე დღეს შეცვალოს და სხვა განცხადებები გააკეთოს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ორ ცუდ არჩევანს შორის მე არ ვამბობ, რომ დღეს არჩევნებში მონაწილეობა არის ერთ-ერთი საუკეთესო გზა. თუმცა ჩვენ მიგვაჩნია, რომ არჩევნებში მონაწილეობა არის ერთი ცუდი გზა, ანუ ერთი ცუდი მიმართულება ორ ცუდ მიმართულებას შორის. ანუ ორ ცუდსა და უარეს შორის არჩევანის გაკეთება მოგვიწია, რომ არ მივიღოთ ჩვენ უარესი. აქედან გამომდინარე, როდესაც ჩვენ პოლიტიკური პარტია გვქვია, როდესაც ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვაქვს, მიგვაჩნია, რომ პარტიამ არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღოს. იქიდან გამომდინარე, რომ არჩევნები არის ერთ-ერთი დემოკრატიული, ასე ვთქვათ, ნაბიჯი ქვეყნის განვითარებისთვის. შეიძლება არადემოკრატიული სახელმწიფო მთავრობა გვყავს ეგრეთ წოდებული მთავრობა, მაგრამ ჩვენ მაინც უნდა ვიბრძოლოთ. არ უნდა დავუტოვოთ ჩვენ ხელისუფლებას. ის ანუ არიან პარტიები, რომლებიც დაუშვათ ბოიკოტის რეჟიმში არიან. ბოიკოტი ჩვენ ვერაფერს ვერ მივიღებთ ამ შემთხვევაში. იმიტომ რომ ბოიკოტი არის ჩაკეტილი წრე, სადაც შეგვიძლია უბრალოდ რაღაც ვიმსჯელოთ, ასე ვთქვათ, რევოლუციურ სცენებზე. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ერთი რევოლუცია საქართველოს უარესად დააზიანებს. იმიტომ რომ ჩვენ ვართ ძალიან, ასე ვთქვათ, მოწყვლადი სახელმწიფო. არ გვაქვს ძლიერი რევოლუცია ზოგადად კონსტიტუციასაც ეწინააღმდეგება. კი, თავისთავად. და ჩვენ არა ვართ რევოლუციონერები, ჩვენ არა ვართ რადიკალური გზების მომხრე პარტია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სახელმწიფოს ინტერესი არის ნომერ პირველი, ძალაუფლების ხელში ჩაგდება ყველაფრის ფასად არ შეიძლება და არჩევნებში მონაწილეობის მთავარი მიზანიც ეს არის. თუ არ ვიბრძოლეთ, თუ ჩვენ ყველა პლატფორმა არ გამოვიყენეთ, ამ შემთხვევაში, თუნდაც არჩევნები, შეუძლებელია ჩვენ ამ მრჩევლებს დავარწმუნოთ, რომ ჩვენ ვართ ოცნებაზე საუკეთესოები. თუმცა ხომ შეეძლო, რომ გახარია საქართველოსთვის შესულიყო პარლამენტში? პარლამენტში შესვლაზე არ არის აქ საუბარი ზოგადად. ჩვენც არ უერთდებთ იმ ოპოზიციის ნაწილს, ვინც პარლამენტში არ შედის, არ ვაღიარებთ იმ არჩევნებს, რა არჩევნები ჩაატარა გასულ წელს ოცნება, იქიდან გამომდინარე, რომ იყო გაყალბების კასკადი. თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია რაღაც შეცდომებზე ვისწავლოთ. ის შეცდომები, რაც დაუშვით ჩვენ მაგალითად გასულ წელს, ის შეცდომები აღარ გავიმეოროთ. შეიძლება გქონდეს მცდელობა ოცნებას, რომ რაღაცა, ასე ვთქვათ, ის მეთოდები გამოიყენოს არჩევნებზე, რა მეთოდების გამოიყენა წინა არჩევნებზე, მაგრამ ჩვენც ამისთვის რაღაც გარკვეულწილად მზად უნდა ვიყოთ. წარმოვიდგინოთ ესეთი რაღაცა. ჩვენ დაუშვათ, გადავწყვიტეთ, რომ არ ვიღებთ მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებზე. რა შედეგს მივიღებთ? გადავწყვიტეთ დაუშვათ ლელომაც, რომ არ მიიღოს მონაწილეობა. რა გაუჭირდება ოცნებას რომელიმე პარტიის თუნდაც ეგრეთ წოდებული ოპოზიციის შექმნა, რომელიც ეხლა წავთ ხო, როგორც ვიცი. თავისუფლად ჩაატარებენ ისეთ იდეალურ არჩევნებს, რომ გაყალბება არც დაჭირდებათ. და მე რა უნდა უთხრათ მოსახლეობას. ასე რომ ბოიკოტი არ იქნები შენ დაიკავებ სხვა შენაკადს. თავისთავად მაგას ვამბობ, როდესაც ბოიკოტს უცხადებ არჩევნებს, ამ შემთხვევაში რაღაცა სხვა გზა უნდა გქონდეს მზად. მოსახლეობის დამოკიდებულება ოპოზიციის მიმართ გარკვეულწილად შეცვლილია უარესობისკენ, იმიტომ რომ რაღაც გარკვეულწილად ნდობას კარგავს. როდესაც მოსახლეობას პირდები ერთს და ვერ ასრულებ, ძალიან რთულია. მერე იმ ადამიანების ნდობის მოპოვება. რაც შეეხება კვლევას, ძალიან თქვენ გქონდათ საუბარი კვლევაზე. დიახ. 12.4% მხარდამჭერი. ზოგადად ჩვენ ვეცვია, რომ მსგავსი კვლევები რაღაც ნდობას არ იმსახურებს. თუმცა შეგვიძლია ვივსჯელოთ, თუ ჩვენ დავაკვირდებით მაგალითად მთელი 2021 წელს შეიქმნა ჩვენი პარტია, იქიდან მოყოლებული ოცნება რაღაც კვლევებს იყენებდა იარაღად საზოგადოებაში რაღაც გარკვეული განწყობის შესაქმნელად.
მათ შორის სხვა კვლევებიც იყო, რომელიც მიახლოვებული იყო იმ შედეგებთან, რა შედეგებიც შემდეგ უკვე არჩევნებზე იღებთ, ხო? ამ შემთხვევაში თუ ჩვენ დავაკვირდებით რეიტინგებს, ერთადერთი პარტია, რომელსაც აი სტაბილურად შეიძლება ნახტომისებური არა, მაგრამ სტაბილურად ნელი ნაბიჯებით აქვს მზარდი რეიტინგი პარტია გახარია საქართველოსთვის. ეს არის ამას ძალიან ბევრი მიზეზი შეიძლება ქონდეს. ჩემი აზრით პირველი თავარი მიზეზი არის ის, რომ ჩვენ გვაქვს აი სწორი, პრაგმატული და ცივი გონებით განსაზღვრული პოლიტიკა. და რეიტინგებიც ეს თავისთავად ჩანს. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 2% დაგვიწერა გორბის კვლევით, ხო? ლექსო ესე 2% დაგვიწერა ჩვენ ქართულმა ოცნება და საზოგადოებაში სახელმწიფო ორგანიზაცია. ხო, საზოგადოებაში აჩენდა განცდას, რომ პარტია გახარია საქართველოსთვის იყო ისეთი ურეიტინგო, რომ შეიძლება პარტიის ვერ გადაელახა, მაგრამ იმ ფონზე, რა ფონზეც ჩვენ არჩევნები ჩავატარეთ, ჩაგვიტარეს უბრალოდ, მაინც მივიღეთ ის შედეგი, რა შედეგიც მივიღეთ. და აქვე იმასაც დავამატებ, რომ თუ კი ოცნებამ ხმები მოიპარა, მეტწილად მოიპარა ჩვენი ამომრჩევლების ხმები. იმიტომ რომ ჩვენი ამომრჩევლების ძალიან დიდი ნაწილი არის ყოფილი ოცნების ამომრჩევლები და აი ამ ბაზაზე დგას ჩვენი პარტიაც და ზოგადად ამომრჩევლებიც. რაც შეეხება გახარიას დაკავებას, ამ შემთხვევაში ჩორჩანას თემას შევეხები. რთულია რამე იფიქრო. ჩვენ ბიძინა ივანიშვილის მუქ არა მოვისმინეთ ალბათ, ხო? მაშინვე სანამ არჩევნები შედგებოდა. კი ბატონო, რომ დაიჭერდა გახარიას და გახარიას გუნდის წევრებს. რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ამათი თვინები ძალიან რთული პროგნოზი შეიძლება გამოიტანო, იმიტომ რომ როდესაც ჩორჩანას თემა არის ერთ-ერთი საამაყო თემა, იქიდან გამომდინარე რომ წარმოიდგინეთ საქმე ეხება საკუთარი ქვეყნის ტერიტორიას და თან ცოტა არ არის ის ტერიტორია. მე დღესაც დავწერე პოსტი რომ გორზე გაცილებით დიდი ტერიტორიაზეა საუბარი ტყეზე. ორი ცხინვალის ხელა და ერთი სოხუმი რო აიღო მათი ტერიტორია და წარმოედგინე ცოცავი ოკუპაციის ფარგლებში. კი, როგორც ჩათვისებაა 2009 წლიდან დღემდე. პრობლემად გადაადგილდებიან, როგორც ვიცი, დღეს ოკუპანტები ამ დღეში. ხო, ანუ რაღაცა უფრო თავისუფლად მოძრაობენ იგი. კი, ჩორჩანას შემთხვევა რაც არის, მსგავსი მიდგომა უნდა ქონოდა სახელმწიფოს უკვე 2009 წლის შემდეგ, მათ შორის ამათი ხელისუფლებაში ყოფნის 12 წლის განმავლობაში, იმიტომ რომ ცოცავი ოკუპაციის შედეგად უფრო მეტი ტერიტორია იკარგება უკვე, ვიდრე უშუალოდ ანექსიის დროს დაიკარგა 2008 წელს. უზარმაზარ ტერიტორიებზეა საუბარი, რომელსაც იტაცებენ ესე მცოცავი ოკუპაციის ფარგლებში და სახელმწიფო არაფერს არ რეაგირებს. ჩორჩანას შემთხვევა იყო ერთადერთი ხელისუფლების მხრიდან ქართული ოცნების პირობებში გადადგმული პრევენციული ნაბიჯი აღკვეთა მცოცავი ოკუპაცია და არ მისცა ოკუპანტ სახელმწიფოს დამატებითი ტერიტორიების მიტაცების შესაძლებლობა. და ახლა ამის მონათლა რომ ომი გინდა და მაგიტო გააკეთე ეს სასწაულია რა, ესენი იმ დონის იდიოტები არიან, რომ სახლშიო შემოგივარდეს უკვე რუსი, იმასაც გეტყვია, რომ შენ ომი გინდა და არ შეეწინააღმდეგო და დაემორჩილე და რასაც გიზავს ის იქნას რა. იმ დონის იდიოტებთან გვაქვს საქმე. ასე რომ რა იდიოტებთან კი არა, ჭკვიან მოღალატეებთან. რა აზრები იხარშება ბიძინა ივანიშვილის თვისში, რთული გამოსაცნობია, თუმცა ბიძინა ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ ერთ-ერთი ძალიან ძლიერი ოპონენტი არის გიორგი გახარია და სწორედ ალბათ ეცდება, რომ გიორგი გახარიას განეიტრალება მოახდინოს. პოლიტიკური ვითარება რთულ დღეშია, ამაზე როგორც ვიცი ყველანი თანხმდებით, ძალიან რთულ მდგომარეობაში ვართ, რომელიც გამოწვეულია, ასე ვთქვათ, იმ რეჟიმიდან გამომდინარე, რა რეჟიმიც ჩამოყალიბდა ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე და ვფიქრობ, რომ ამაში დიდი წვლილი მათ შორის ოპოზიციას
აქვს. ოპოზიციას იქიდან გამომდინარე, რომ რთულია მოსახლეობა დაარწმუნოს შენ სიკარგეში, როდესაც დაუშვათ დღეს ერთ განცხადებას გააკეთებ, ხვალ მეორეს ეგანაც თქვიეს და გამიმეორებ და რთულია აუხსნა თუ დაუშვათ რაღაც გადაწყვეტილებას იღებ, იმ გადაწყვეტილების მერე რა შედეგი დადგება. ამ შემთხვევაში მოსახლეობა ბუნდოვანია ის პროცესები, რა პროცესებსაც თუნდაც ოპოზიცია აწარმოებს და ცოტა მეტი სიცხადე ჭირდება ამ შემთხვევაში რა. ამასთან ერთად დამძიმებულია ქვეყანაში სოციალური მდგომარეობა, დაახლოებით 180,000 ადამიანმა დატოვა ბოლო რამდენიმე წელიწადში საქართველოს. ტოვებენ ის ადამიანები, ვისაც უკვე იმედი აღარ აქვს, რომ ქვეყანაში რაღაც შეიძლება, ტოვებენ ახალგაზრდები, ტოვებენ შრომისუნარიანი ადამიანები და რჩებიან გარკვეულწილად ისეთები, ვისაც ოცნებასთან ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს და რაღაცით სარგებლობენ. ან კიდევ ჩვენაირები, რომლებიც ვერ გატყდნენ და მაინც დაუჩიტარ და ვცდილობთ, რომ ბოლომდე ვივწევთ. დიახ, თქვენ არჩევნებში იღებთ მონაწილეობას, რას პირდებით მოსახლეობას, იმიტომ რომ დაპირებები მხოლოდ არჩევნებამდე ახონდა და შემდეგ მოსახლეობის დიდი ნაწილი ამბობს, რომ არჩევნების შემდეგ უკვე როდესაც იგებენ, არანაირ დაპირებას არ ასრულებენ. ამ შემთხვევაში დაპირებებზე ჩვენ შეგვიძლია ძალიან ბევრი რამე ვისაუბროთ შესაძლებელი უშუალოდ რეგიონებში. ამ შემთხვევაში თვითმმართველობის არჩევნები არის ის, რომელიც არის ასე ვთქვათ საწყისი, უნდა გახდეს საწყისი ამ რეჟიმის ჩამოშლის, იმიტომ რომ ძალიან რთულია ჩვენ თუ იმას ვიტყვით, რომ ჩვენი ამ არჩევნებით შეიძლება ბიზინა ივანიშვილის დამარცხება ეგ იქნება ტყუილი, ძალიან რთულია, თუმცა მიგვაჩნია, რომ არჩევნებში მონაწილეობა არის რეჟიმის, ანუ შესაძლებლობა რეჟიმის საცეცების ნელ-ნელა მომტვრის. აქედან გამომდინარე, ჩვენ ხა ამ შემთხვევაში რაღაც გარკვეული პროგრამა ჯერ არ აქვს შემუშავებული, თუმცა პროგრამასაც შევიმუშავებთ. თვითონ პრობლემებს, რა პრობლემებს არსებობს რეგიონშიც, ქალაქშიც, ამ პრობლემებს გვექნება ჩვენი ხებები, რას როგორ გავაკეთებთ. ამავდროულად ვმუშაობთ იმაზე, რომ რეჟიმი რო დასრულდეს და დავამარცხოთ ეს ქართული ოცნების ძალადობრივი რეჟიმი, აუცილებელია რომ შევჯერდეთ ერთ საერთო კანდიდატზე და იმედი მაქვს, რომ ლელოს ასაც გაითვალისწინებენ დანარჩენი ოპოზიციის წარმომადგენლები და შეცვლიან იმ პოზიციას, რომ არჩევნები არის ერთადერთი ამ შემთხვევაში სწორი გზა და ერთიანი ძალით შეგვიძლია შემდეგ უკვე რაღაცა შედეგი დავდოთ. თორე ეს დაყოფილი ძალიან გაგვიჭირდება. კი ბატონო. საქსტატის ცნობით 2024 წელს ლექსო თქვენთან მაქვს კითხვა, შიდა ქართლში უმუშევრობის დონე 2.2%-ით შემცირდა და 14.3% შეადგინა. თქვენ რას ფიქრობთ, შიდა ქართლში არის თუ არა შემცირებული უმუშევრობა და ზოგადად ეკონომიკური მდგომარეობა? ვიდრე უშუალოდ მაგ თემასთან დაკავშირებით კი პასუხეთ მინდა, რომ ეს ნაწილი ძალიან ვსად კი ვისაუბრე, მაგრამ აი შევაჯამო და კიდევ ერთხელ ხაზგასმით თქვა, რომ ის არ უნდა მოუნათლოთ არჩევნებში მონაწილეობა, არ მონაწილეობა რეჟიმის აღიარების კუთხით და არ უნდა გავაშაოთ ის პოლიტიკური ძალები, ვისაც აქვს განცდა, რომ არჩევნები იქნება ეს ადგილობრივი თუ ცენტრალური დონის არჩევნები გამოყენებული იქნას რეჟიმის აღიარების თვალსაზრისით. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ ყველა პოლიტპატიმარს გამოვცხადო სოლიდარობა, რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და ვთქვა, რომ უმნიშვნელოვანესია, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა იბრძოლონ იმაზე, რომ ორივე არჩევნები ერთად ჩატარდეს, იქ გარეშე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ეს შესაძლებელია და როგორც მინიმუმ შმაგის საუბრიდან გამომდინარე, მინდა რომ ესე რა ვიცი რჩევა არ გამოდის ალბათ, მაგრამ მეტნაკლებად რაღაცა ჩემი მოსაზრება თქვა ის, რომ როგორც მინიმუმ თუ კი გადაწყვეტილება ექნება რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, იქნება ეს გახარია ლელო, რაც მოძრაობა თუ ნებისმიერი ვინც არ უნდა იყოს, როგორც მინიმუმ სადეთ და იმუშავეთ იმაზე, რომ
გააუმჯობესდეს და წამოიყვანოთ ხელისუფლება, არაფერზე არ წამოვლენ, კარგად ვიცით, ესენი რაც არიან, მაგრამ ნუ მაინც როგორც მინიმუმ პოლიტიკური პარტიების ცდელობა უნდა იყოს ის, რომ გააუმჯობესდეს და გაჯანსაღდეს პოლიტიკური სისტემა, საარჩევნო სისტემა და ერთ-ერთი საუკეთესო საარჩევნო სისტემა, რომელიც შეიძლება შეთავაზებული იქნას, არის ესტონური მოდელი, რომელიც ციფრული აპლიკაციებით ხმის მიცემის სისტემას გულისხმობს, რომელიც შესაძლებელია რომ სრულად იყოს დაცული უსაფრთხოების თვალსაზრისით და გარედაში და თავდასხმების თვალსაზრისით და რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს მიგრანტების შემთხვევაშიც, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით არიან გაფანტული, მილიონზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე და რომლებსაც წართმეული აქვთ საკუთარი ქვეყნის არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა. ამიტომ თუ ჩვენ მაინც ვამბობთ ვიღაცა კონკრეტული პოლიტიკური ძალები რომ უნდა მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა, მინიმუმ ეს შესაძლებლობა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ უფრო პრაგმატულები ვიყოთ და რაღაცა გავაუმჯობესოთ მომავლისთვის მაინც იმ დროისთვის, როდესაც გარეზე წოლებისა თუ შიგნით ქვეყანაში არსებული ოპოზიციური განწყობების შედეგად მოახერხებთ და დაინიშნება ვადამდელი არჩევნები, რომელსაც მე ღრმად მწამს და მთავარ გამოსავლადაც ეს მიმაჩნია იმის მიუხედავად, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მივიჯელებთ თუ არ მივიჯელებთ. აქვე ერთი შესაძლებლობასაც გეტყვით, მაგალითად თუ კითხე ხელოვნური ინტელექტს, როგორ მარცხდებიან ავტორიტარული რეჟიმები და მივიღეთ შედეგად პასუხი ის, რომ ეს უნდა იყოს ეკონომიკური კოლაფსი, წინაპირობები, ელიტარული განხეთქილებები და ლეგიტიმაციის კრიზისი. საბედნიეროდ არსებობს უკვე ძალიან ბევრი Gemini და სხვა პლატფორმა, რომელიც ამ მიმართულებებით გვემუშავება და ამ ხელოვნური ინტელექტის პასუხიდანაც ჩანს, რომ ჩვენი ოპოზიციური პოლიტიკური ძალები მეტნაკლებად მაინც სწორად მივდივართ და გარედანაც დასავლეთის ხარჯაჭერის თვალსაზრისითაც ანუ სწორი მდგომარეობა გვაქვს ქვეყანაში, ანუ განწირულები არა ვართ იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ პესიმისტური ანუ ელიტარული განხეთქილება შეიმჩნევა, რომ ვიღაცები ემიჯნებიან უკვე ნაწილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებს, ეკონომიკური კოლაფსი სამწუხაროდ თვალსაჩინოდ სახეზეა, აქ არის ინფლაციაზე საუბარი, უმუშევრობაზე და ასე შემდეგ, თქვენ შეკითხვიდან გავამინათეთ და ლეგიტიმაციის კრიზისი, რომელიც ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა არის და არაღიარების თვალსაზრისით მიღწეული შედეგები უკვე არსებობს ამ წინააღმდეგ, ესაც სახეზეა, გარეზე წოლიდან სანქციები არის სახეზე, ამიტომ განწირულები არ ვართ, მთავარია რომ ეს შედეგები რა მდგომარეობაც გვაქვს, სწორად კონდეს გააზრებული პოლიტიკური და სამოქალაქო ჯგუფებს. რაც შეეხება ხა თქვენს შეკითხვას, ძნელია, როდესაც ეს რაღაცა ოფიციალური სახელმწიფო სტრუქტურის დადებული კვლევის შედეგებზე გიწევს პასუხი, მაგრამ მეც ღრმად მოწამს იმ მოსაზრების, რომელსაც პირდაპირ გეუბნებიან მოქალაქეები თვითონვე რა, როდესაც იდება საქსტატის მონაცემები, სადაც თითქოს 2200 და 2500 ლარი არის ადამიანების საშუალო ხელფასი, ხო, ყველამ კარგად იცის, რომ ეს არის საშუალო გამოანგარიშებით, თუ კი ვიღაცას აქვს საზოგადოებაში 2% მოქალაქეების 2% თუ აქვს 10000 და 15000 ლარი ხელფასი და ვიღაცას აქვს 500 ლარი და 600 ლარი და 1000 ლარამდე ხელფასი, ამათი საშუალო რომ შეაჯამო, გამოვა 3000 ლარი, გამოვა 5000 ლარი და ამას აკეთებს საქსტატი სამწუხაროდ და მეც ამაზრზე ვდგავარ, იმიტომ რომ ამაში დარწმუნების შესაძლებლობას მაძლევს უშუალო კომუნიკაცია მოქალაქეებთან. ჩვენს რეგიონში განსაკუთრებული პრობლემები დგას ბევრი სხვადასხვა ფაქტორიდან გამომდინარე, თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ ეს არის საოკუპაციო ხაზთან არსებული რეგიონი და აქ პირდაპირი აგრესია მოდის ოკუპანტების მხრიდან და აქ გაცილებით ძნელი არის რომ სოფლის მეურნეობაში ისეთი ეფექტები იყოს მიღწეული, როგორცაც მაგალითად სოფლის მეურნეობის მიმართულებიდან წამოსული შედეგები გამოიწვევდა ჩვენი მოქალაქეების თვალსაზრისით და ბევრი სხვადასხვა საქმიანობა ჩვენს რეგიონში თუნდაც აი მხოლოდ ოკუპაციიდან გამომდინარე არ ვითარდება, მაგრამ ყველაზე მთავარი პრობლემა მაინც არის ადგილობრივი თვითმმართველობის მოწყობა, რომელიც არ არის ამ ქვეყანაში. არ უნდა წამოვეკოთ თუნდაც იმ საქსტატის მონაცემებს, ეხლა ხანს ინტერვიუც რომ ვნახეთ და მთელი ქვეყანა რომ მე მაგაზე ვიცინოდით, ეს არის რეალურად ტრაგედია, კაცს ეკითხებიან რომ რა ხდება ქვეყანაში კარგი, ეუბნება რომ ხელფასებმა მოიმატა და ეკითხებიან შემდეგ თქვენ სად მუშაობთ და არ უმუშაობთ და ანუ აი ტრაგედია, ხო, ეს არ უნდა დავიმართოთ საკუთარ თავებზე, რომ გვეგონოს რომ რაღაცეები კარგი ხდება, თუმცა ნუ ეხლა მე ჩემ შემთხვევაში თუ არ ხდება, ესე იგი იმას არ ანიშნავს რომ ქვეყანაში არ ხდება. ზოგადად ცუდი ფონია ქვეყანაში და ეკონომიკური კოლაფსიც არის გამოწვეული პოლიტიკური კოლაფსიდან, პოლიტიკური კრიზისიდან, რომელიც ქვეყანაში არსებობს. დიახ, საინტერესო თუ რას ფიქრობს ამასთან დაკავშირებით მოსახლეობა? ჩემ ოჯახში არ გაზრდილა და სხვაგან არ ვიცი. არა, ძირფასი ყველაფერი ტყუილია. ძირფასი ყველამ ვიცით რომ არ მუშაობს ხალხი და ახალგაზრდები თუ მუშაობენ, იმათაც არ ყოფნით.
რა 700 ლარი აქვს 800 ლარი. სოფლის მეურნეობის მიხედვით არის ოქრო გაზრდილი სოფლის მეურნეობის მიმართულებით არის დასაქმებული. არ ვიცი პირიქით სულ ზარალზე გადის როგორც მესმის ეს სოფლის მეურნეობა და არ ვიცი არ მაქვს შეხება სოფლის მეურნეობაზე, მაგრამ ჩანს რომ ყველაფერი რაფასებშია და გაძვირებულია და რა ვიცი მამასის ხლიღის ყველაფერი. კი, შეიძლება ყველა მუშაობს. მე ჩვენ თვითონვე ოჯახში გვაქვს მარწყვის ნაკვეთი, მალინისა. ანუ გაიზარდა შემოსავლელი წინაწილში. კი. როცა აკეთებ და ის კი, მაგრამ მაინც მთავრობა რა მნიშვნელობა აქვს მთავრობას და სხვა იყოს. მაგრამ მაინც რო აი ხალხისთვის კაი გააკეთოს ეგ არის. უბრალოდ ხალხისთვის არაფერს არ აკეთებენ. აი ეგ არის გულსატკენი. მე ვერაფერს ვერ ვატყობ. სიღარიბის მეც სიღარიბეც აღარ არის, ეს არის სიღატაკე. აი მაგას ვატყობ მე. რომ ქვეყანა გარბის შაქაღარავინ აღარ არის და ვინ არის აქ. ზოგისთვის გაზრდილია რომ ვკითხულობ და ჩემთვის პირადად პენსიონერი ვარ, უმუშევარი. ლექსო ბოლო პერიოდში ქართულ ოცნებაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. ირაკლი ღარიბაშვილი წავიდა კერძო სექტორში, სუსის ხელმძღვანელად დაინიშნა ანრი ოხანაშვილი, ხოლო გორის მუნიციპალიტეტის მერიაში მერის მოვალეობის შემსრულებლად მოგვევლინა კონსტანტინე ბუზალაძე, რომელიც თუ არ ვცდები არის ანრი ოხანაშვილის მეჯვარე. ხომ არ არის ნეპოტიზმი და ნათესავების დასაქმება დიდ თანამდებობებს. რა თქმა უნდა ნეპოტიზმია, რა თქმა უნდა ყველამ ვიცით რომ არის მეჯვარე, იმის მიუხედავად რომ სიმონ გულედანმა იმისთანა საშინელი ცუდი განწყობა და პოზიცია დაგვანახვა მისი მერის მოვალეობის შესრულების დროს, რომ მის შემდეგ ნებისმიერზე შეიძლება კარგი გამოხმაურება არსებობდეს, ამ კონკრეტულ პიროვნებაზეც რა თქმა უნდა ძალიან ბევრი პოზიტიური რაღაცები მოვისმენთ, მაგრამ ჩემთვის არის ორი მთავარი გადამწყვეტი, ჩემთვის ორი მთავარი მნიშვნელობა რასაც აქვს არის ის რომ ამ სიტუაციაში, როდესაც ცხადი არის, რომ ქვეყანა ჭაობში და ჯოჯოხეთისთვის არის განწირული, ქვეყანა გაქრობისთვის არის და განადგურებისთვის არის განწირული და ამ სიტუაციაში ვიღაცის ამ რეჟიმის სახე ხდები, არის ორი გამოსავალი რა. ერთი რომ რაღაცა ისეთ ინფორმაციას ფლობ, რომელსაც არავინ ჩვენ შტერები არ ფლობთ და შენ იცი მარტო და აი რაღაცა უნიკალური გამოსავლის ვარიანტში ინიშნები ასეთ ადგილზე, ანუ უბრალოდ მოღალატეების მხარდამჭერი და სახეშეგიძლია გახდე და ჩემთვის ეს ტრაგედია არის და მეორე ასეთ სიტუაციაშიც არის რამდენადაც ბევრი პოზიტიურიც არ უნდა მოვისმინო ამ კონკრეტულ პიროვნებაზე, კიდე სხვა პიროვნებებზე, რომელიც თანამდებობებიც გავიგეთ რომ დაინიშნენ, ამ სიტუაციაშიც ვერ წარმომიდგენია ძალიან კარგი პიროვნება, რომელსაც დაანგრეულ, დაქცეულ ქვეყანაში არასოდეს შენი პოზიცია არ გამოგიხატია საჯაროდ, არასოდეს არც ერთი ინტერვიუ, არც ერთი საჯარო გამოსვლა, არც ერთი მოქალაქეებთან შეხვედრა, არაფერი ესეთი არ ქონია და უცბად საჯარო თანამდებობაზე მოდიხარ და ყველა ამბობს რომ ძალიან კარგია. ღმერთმა ქნას რომ ძალიან კარგები იყვნენ, არ ჩაეფლონ კორუფციაში, არ მიიტაცონ მიწები და ქონებები და არ მოირგონ მთელი ბიუჯეტი თავის თავზე, თუმცა ამის იმედი არ არსებობს, თუნდაც მარტივად ანრი ოხანაშვილის ფაქტორიდან გამომდინარე, საერთოდ ყველაფერს სხვა რო აკონტროლებს თუ არა ანრი ოხანაშვილი არის ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული დეპუტატი, რომელიც პარლამენტში არსებობდა, რომელსაც აქვს მილიონობით ლარის ღირებულების ქონებები მიტაცებული სახელმწიფოს მხრიდან, რომელსაც აქვს მიწები და ასე შემდეგ და ზუსტად მისი თანამდებობების, მორგების და რაღაც ამ რეგიონში თუ დანარჩენ რეგიონებში რა ხდება არ ვიცი, მაგრამ ამ რეგიონში გაბატონების პარკლებში ძალიან ნაკლებად სავარაუდოდ მეჩვენება, რომ ვინმე მოახერხოს და კორუფციაში და რაღაცა ესეთი ქვეყნის მიტაცების პროცესებში არ ჩაერთოს. ღმერთმა ქნას ასე არ მოხდეს, იმიტომ რომ ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, მე ნამდვილად არ მაქვს იმის სურვილი, რომ ვინც არ უნდა იყოს ეს ქვეყანა შეჭამოს და მოირგოს და თავის ნებაზე ახორციელოს. ამიტომ არ ვიცი, დაველოდოთ სიტუაციას, რამდენიმე თვე აქვს სულ დარჩენილი ამ კონკრეტულ პიროვნებას და იმედია რომ იმ რაღაცა ცუდი საქმეებით, რომელთაც წინა მორბედმა და სხვა ბევრმა დაგვამახსოვრეს თავი, იგივეს არ გაიმეორებს. აკონტროლებს თუ არა ანრი ოხანაშვილი შიდა ქართლზე ზოგადად სუსი. რამდენადაც სუსიც არის ცვლილებები მომხდარი,
არის, რამდენადაც ვიცი, ყველა ინსტიტუციაში, პოლიციაში არის მომხდარი ცვლილებები, საკრებულოში რაღაცა ცვლილებებზე მიდის საუბარი, გუბერნიაში არის ცვლილებები მომხდარი, მერის მოვალეობის შემსრულებელი ცვლილებები არის მომხდარი. ანუ ანრი ხანაშვილს როგორც ჩანს, იმაზე მეტი ამბიციები აღმოაჩნდა, ვიდრე წარმოვიდგენდით. მე ნამდვილად არ ველოდებოდი, რომ ამდენს გაბედავდა და ყველგან თავის კლასელსა და ნათესავსა თუ ძმაკაც დანიშნავდა, მაგრამ ეს ასე არის, რა ვიცი, ხა ღმერთმაქნას რომ კარგად მოიქცნენ ეს ხალხი. დიახ, ქალბატონო, თქვენ როგორ შეაფასებით, არის თუ არა ნეპოტიზმი საქართველოში? საქართველოში რომ ნეპოტიზმია, იმიტომ ვიბრძვით და იმიტომ ვართ ოპოზიციაში. ეს არ არის, ეს 12 წელი ალბათ ნეპოტიზმი მიმდინარეობს, იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ კონკრეტულ ადამიანებზე არ მინდა საუბარი, უბრალოდ საუბრობ იმაზე, რომ ძალიან ცუდ სიტუაციაში ვართ და საუბრობ იმაზე, რომ ნეპოტიზმია, ნეპოტიზმი რო არ იყოს, დღეს ჩვენ უმუშევრები არ ვისხდებოდით, არც ლექსო, არც მე და არც შმაგი. იმიტომ რომ მე ვთვლი, აქ მჯდომი ადამიანებს ძალიან ბევრი გვაქვს ქალაქისთვის გაკეთებული, ძალიან ბევრი გვაქვს ნაშრომი, ძალიან ბევრი გვაქვს ნასწავლი, მაგრამ იმის გამო რომ გვაქვს განსხვავებული აზრი, დღეს არსად არ ვმუშაობთ. ეს არის ნეპოტიზმი პირველ რიგში. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ვიყვეთ უვიცები, არაფრის მაქნისები, მაგრამ ვიყვეთ ვიღაცის ნათესავი ან კლასელი ან მეგობარი, დღეს ვისხდებოდით იმ თანამდებობებზე, რომელზეც ეს ხალხის არიან და მუშაობენ. ზუსტად ამიტომ ვიბრძვით, რომ არ იყოს ნეპოტიზმი, საქართველოში ძალიან დიდი ნეპოტიზმია, თუნდაც ძალიან კარგად ჩანს ეს ნეპოტიზმი. იქიდანაც რომ რამდენი თვითონ ქართული ოცნების წარმომადგენელი მოვა თანამდებობაზე, მოიყვანს თავის გუნდს, თავის კლასელს, ძმას, მეგობარს, რავი, დეიდაშვილს, მამიდაშვილს აღარ აქვს აზრი. კარგი მაგალითი გვაქვს ის, რომ შიდა ქართლში ყველგან უკვე ცვლილებებია დაწყებული მერიდან დამთავრებული გუბერნიამდე და თვითონ პოლიციაში თუ სურში თუ კუთში თუ ნუ რა ვიცი აბსოლუტურად ყველგან ესეც საქართველოში არ მინდა ვიცხოვრო. მე მინდა ვიცხოვრო ისეთ საქართველოში, რომ მე ვაკეთებდე ჩემს საქმეს და მინისტრი ან პრემიერ-მინისტრი ვინ არის, ან შინაგან საქმეთა მინისტრი ვინ არის, არ ვიცოდე. იმიტომ რომ როდესაც მე ასე დამშვიდებულ სახელმწიფოში ვიცხოვრებ, მეცოდინება რომ არ არის ნეპოტიზმი, ვარ ჩემთვის, ვაკეთებ ჩემს საქმეს, ვემსახურები ჩემ ხალხს, ჩემ გორელებს და იმის იქით ვინ რას აკეთებს, მე ეს არ უნდა მაინტერესებდეს. თუმცა ძალიან ცუდი ფაქტორია ის, რომ თვითონ თანამშრომლებიც არიან დაძაფრულები, რომ უი მე იცი რა ნეტა ვინ მოდის და მე იმას ხო არ ვიცნობ, რომ რაღაცნაირად ვნახო და მიუდგე და სამსახურში ისე დავჭე. ნუ არ მინდა მე ეს საქართველოში ცხოვრება. არ მინდა კი ბატონო, ანდრიო ხანაშვილი იქნება თუ კობახიძე იქნება თუ პეტრე იქნება თუ პავლე იქნება. მე ეს არ შემეხოს და რასაც ვაკეთებ, ეს საქმე გავაკეთო და არ მეშინოდეს ის, რომ ვიღაცა მოვა და ვიღაცა უწიგნურს მოიყვანს და მე გამიშვებ სახლში და იმ უწიგნურს დასვავს. არა აქვს მნიშვნელობა. და კიდევ ერთ უნდა შევეხო, შეიძლება ხა ამ თემას არ ეხება, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა, იმიტომ რომ ძალიან გული მტკივა. ყველა საჯარო სამსახურში მამაკაცებო არ ვიწყინოთ, ყველგან თანამდებობის პირი არის მამაკაცი. თუმცა საქმის შემსრულებელი არის ქალი. რომელი სამსახურიც არ უნდა თქვათ, რომელ სამსახურზეც არ უნდა ვისაუბროთ. ყველგან საქმეს ასრულებენ ქალები და მამაკაცები არიან სამსახურის ზოგადად ეს ტენდენცია არის. აი ეს ტენდენცია არ მინდა რომ საბჭოთა კავშირიდან არის გადმონაცვლესი. აი ზუსტად მან მინდოდა მისვლა, რომ ბევრჯერ უთქვიათ, რომ საბჭოთა კავშირში არ ვართ. აქედან გამომდინარე საბჭოთა კავშირში დაგვაბრუნეს ისევ, იმიტომ რომ ერთადერთი იყოს წლამდე კალები თანაბრად ერთადერთი იყო ის, რომ თვითონ გენდერული თანასწორობა იყო და ამაზეც მე ჩემი
პრობლემა და გაბრაზება მქონდა, იმიტომ რომ აშუაშია გენდერი მე თუ ძლიერი ვარ საქმეს ვაკეთებ და ვასრულებ რატომ გენდერი, მაგრამ ნუ ჯანდაბას თანახმა ვიყავი ეს გენდერი ყოფილიყო, იმიტომ რომ იძულებულს ხდიდნენ რომ ქალი წარმოჩენილიყო, მაგრამ ეხლა ხო, მაგრამ ეხლა რას ხედავთ რომ ჩვენ ხვალ ერთადერთი პარტია ვართ, ვისაც ჩვენს წელზეებაში წერია რომ ანუ ყოველი მეორე უნდა იყოს ქალი. არა, ეს კანონმდებლობაში. ზოგიერთმა პარტიამ დაეშინია. აი აქ მივიდივარ პარლამენტში გენდერული თანასწორობაც გააუქმეს. სუბთან საბჭოთა კავშირი გახადეს ყველაფერი, თუმცა მე გეტყვით რომ ჩემი პარტიიდან გამომდინარე, ხა იცით რომ გორის ევროპულ საქართველოს მეხმძღვანელობს შეიძლება საერთოდ დაიწყება ჩვენ. ხო და ცებ ვიტყვი და ქალი ვარ და ძალიან ბევრი ქალი თავმჯდომარეები გვყავს და სხვა პარტიებიც ვიცი, მაგრამ რატო რის გამო ბოლომდე საბჭოთა კავშირში ყოფნა, ვფიქრობ არავის არ უნდა, მაგრამ აღმოჩნდით და ვართ. კი ბატონო, მადლობა. ბატონო შმაგი, საერთოდ რო იწურება ჩვენი მოკლედ რომ შევაფასოთ, ვინ არის ანრი ოხანაშვილი, აკონტროლებს თუ არა ის შიდა ქართლს და ვინ არის კონსტანტინე ბუზალაძე? ანრი ოხანაშვილის ძალიან ბევრი გსმენია, როგორც კორელს. ანრი ოხანაშვილი არის კობახიძის კლანის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი. როგორც ჩანს, კობახიძემ მოახერხა და მთლიანად მთელი ასე ვთქვათ ძალაუფლების კონსოლიდაცია ხელში ჩაგდება შეძლო. ანრი ოხანაშვილმა საკუთარი ოჯახის წევრი დანიშნა მერად. ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა არ აქვს მერი ვინ იქნება. ბუზალაძე თუ სხვა ვიმე სახეს დაგვარს მნიშვნელობა არ აქვს. თავი არის ის რომ რეჟიმი როგორ გადაწყვეტს ისე მოქმედებენ დანარჩენი მაღალი თანამდებობის პირები. ამ შემთხვევაში ბუზალაძის დანიშვნა არ დანიშნა დიდ ვერაფერს ვერ შეცვლის. როგორც ჩანს, ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა, რომ თვითმმართველობის არჩევნები ჩაატაროს პირდაპირ სუსის გავლენით. და პირდაპირ სუსის ხელით. ერთი ფაქტორი ისიც არის, მაგრამ რომ პოზიტიური პერსონების ფასი იციან, გაუთხრელი პერსონების ფასი იციან და ესეთი პერსონები ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. მაგალითად, ერთ-ერთი მაგალითი იყო ლადო ხინჭეგაშვილის მაგალითი, რომელიც აი იცოდნენ, რომ ყოველად პოზიტიური პერსონა იყო და იმიტომ შეარჩიეს წინა შემთხვევაში კანდიდატად და ესეც არის რა. თვითონ ამ პერსონებზე არის პასუხისმგებლობა, რამდენად შეუძლია ადამიანებს რომ მოღალატეების რეჟიმის სახეები გახდნენ და იქცნენ. ხო, ამას გულისხმობ, რომ მნიშვნელობა არ აქვს ვის დანიშნავენ მერად. არაფერი შეიცვლება. თუ მთლიანად სისტემა არ შეიცვლება. კი ბატონო. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გადაცემაში სტუმრობისთვის. აქტუალური თემა ამით დასრულებულია. მაყურებელს კი მშვიდობიან საღამოს უსურვებ. შევხვდებით პარასკევს 20 საათზე აქტუალური თემებითა და სტუმრებით.